მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვარ კარგი მასპინძელი. მე ვიყავი პრეზიდენტ ბუშის მასპინძელი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ბაიდენი, როდესაც იყო ვიცე-პრეზიდენტი, კონდოლიზა რაისი, ჰილარი კლინტონი, კონგრესმენების დელეგაცია, მაკეინი რამოდენიმეჯერ, ლიტვა, ლატვია, თურქეთი, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი. იქნებთან ერთად იმღერია გიწევს. არა, მე არ მღერი. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კუჩმას ჩემთვის უმღერი. ხო მაგარი. ლოგიკური და ბუნებრივი იყო ინტერვიუ იქ ჩაგვეწერა, სადაც ყველაზე ხშირად უწევდა ყოფნა როგორც მასპინძელს. ეს ის დრო, როცა თბილისში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც მაღალი რანგის სტუმრის მიყვანა შეგიძლია. მერე კი თვითმხილველი და მონაწილეც გახდა, როგორ იბადებოდა სარესტორნო ბიზნესი, იქნებოდა თანამედროვე ქართული გასტრონომია, იდგმებოდა ტურიზმის პირველი ნაბიჯები. ქართული გასტრონომია არის მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისთვის პროტოკოლიდან გამომდინარე, აი ყველა ნიუანსიდან გამომდინარე, რაც ოფიციალურ ღონისძიებებს ახლავს თავს, ქართული სამზარეულო ამას არ შეესაბამებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ვიგონებდით რაღაცებს. პირველი მენიუ, რამაც მოდერნიზაცია განიცადა, ეს იყო კიტრი პომიდორის სალათი, კებჟალიას ბურთულებით. შეგვეძლო იმ ძველი ამბებით გაგვეგზელებინა დღეს რომ დაივიწყებს, მაგრამ სხვებს ხომ არ დავემსგავსებით, წარსულით რო ვიცხოვროთ. ახლა სხვა დროა. თამარ სიხარულიძე სტუმარ მასპინძლობის სექტორში ყველა იცნობს. ამ სფეროში დარჩა მას შემდეგ, რაც უმაღლესი რანგის მასტერკლასები გაიარა 12 წლის განმავლობაში. მე კი საჯაროდან კერძო სექტორში გადმოინაცვლა. მივხვდი ჩემი კონტაქტების და გამოცდილების არ გაზიარება არასწორი იქნებოდაო და დაიწყო. ჩემთვის არ ყოფილა იდეა ფიქსი, რომ ასოციაცია უნდა გამეკეთებია. მივხვდი, რომ იმდენად ბევრი რაღაც ინფორმაცია მქონდა, კონტაქტები მქონდა, რომ რაღაცა ეგოისტურად ვიქცეოდი. გადავწყვიტე, რომ რაღაც გამეკეთებია ისეთი, რომ რაღაცნაირად სხვებს დავხმარებოდი გამეზიარებინათ. ასე შექმნა გასტრონომიული ბიზნესის ასოციაცია და ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელიც კერძო სექტორის ყველაზე დიდი გაერთიანებაა, 97 წელს მიღებული ტურიზმის კანონის ცვლილებებზე დაიწყეს მუშაობა. კერძო სექტორი ყველაზე კარგი მდგენელია შეაფასოს სფეროში არსებული პრობლემები, ყველაზე ქმედითი განახორციელოს ცვლილებები, მაგრამ სახელმწიფოს გარეშე არაფერი გამოვა. ტურიზმში გვაქვს კანონი, რომელსაც ხელს აწერს ედუარდ შევარდნაძე. წარმოიდგინეთ 97 წელს ტურიზმი საქართველოში და ტურიზმი დღეს. 4 წელი იმუშავეს ხელისუფლებასთან ერთად. დამფინანსებელი და ხელშემწყობი USAID იყო. ცვლილებები დებულებებად უნდა შესულიყო კანონში. საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩერდა. ჩინოვნიკების პარტიული ხედვების გამო საერთო საქმე დაზარალდა. ტურიზმის ალიანსმა იმუშავა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ტურიზმის ადმინისტრაციას, პარლამენტს, USAID-ის პროგრამა ეხმარებოდა და საკმაოდ დიდი თანხები ამაში გადახდილი. ჩარჩო კანონი არის მიღებული და ჩვენ გვქონდა ესეთი ყოველ შემთხვევაში დათქმა იყო ესეთი, რომ შემდეგ შევიდოდა ამ კანონში, თქვა დებულებების სახით ის ცვლილებები, რაზეც კერძო სექტორს ჰქონდა მოთხოვნა. თუ მათ პოლიტიკურ შეხედულებას არ ეთანხმები და თუ მათ ყველაფერში არ ეთანხმები, მათთვის ხარ მიუღებელი. 2009 წლიდან ესპანეთის გასტრონომიულ კონგრესს ესწრება. სულ მინდოდა ამ შესაძლებლობების გამოყენება, საქართველოს ჩართვა ამ კონკურსებში. ყველა ეტაპზე კედელი ხვდებოდა. ერთხელაც ღონისძიებაზე პირდაპირ ეკონომიკის მინისტრთან მივიდა. ამის შემდეგ გაჩნდა სურვილი და ნება. დაიწყო მუშაობაც. იმ წელს გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო მონაწილეობა. მეორე წელს კი შემთხვევით გაიგო, რომ მადრიდ ფუჟენზე საქართველოს მონაწილეობდა, მაგრამ ის გარეშე. ახალი ადმინისტრაციის უფროს არ ვიცნობდი, იმ დღეს ვნახე პირველად, ახალი დანიშნული იყო და მე მასთან მივედი. მე ვუთხარი, რომ ეს არის ჩემი პროექტი, რომელიც მე მოვიტანე და ვერ გააკეთებ ჩემ გარეშე თქო. და მე შარშან გავაკეთე მათთან ერთად ეს პროექტი. შინად ამბობს, რომ ისეთი ტემპით ვიცხოვრე 12 წელი, ვეღარ ჩერდებიო. ცოტა ხნის წინ ბასკეთის კულინარიულმა ცენტრმა და კავკასიის უნივერსიტეტმა გასტრონომიული აკადემიის პროექტზე დაიწყეს მუშაობა. შეჯერდნენ.
ამჯერად შიდა და გარე ფაქტორები ერთად ჩაერთო. იმედი აქვს, რომ დროებით გაჩერდება და ეს დიდი პროექტი ისევ გაგრძელდება. ამ ეტაპზე არის რაღაცები შეჩერებული, პროექტს აფინანსებდა USAID და ამ მოვლენებთან დაკავშირებით მოკლედ შეჩერებულია. შაშანდელი წელი რეგიონების იყო. კადრების სიმწირე კიდევ უფრო მეტად დაინახა. კადრების შიდა მიმოსვლა ჩვეულებრივი თემა იყო. ახლა კი ქვეყნიდან მიდიან. ეს სისტემა კი მდგრადობაზე დგას. მაგალითად, ადგილობრივი პროდუქტის მუდმივ მომწოდებლებზე. ხარჯების შემოსავალს იმდენად აღემატება, რომ აღარ უღირთ წარმოება. ცალკე თემა ადგილობრივი პროდუქტის ვარგისიანობა. რესტორანს რომც კონდეს ფანტასტიკური მენიუ, რაღაცა ყავდეს ძალიან კარგი მომსახურე პერსონალი ბაზარზე. პრობლემა არის პროდუქტების. მე ვამბობ ადგილობრივ პროდუქტებზე ცოტა. რაც გვაქვს სპეციალური აპარატით, რო შევამოწმოთ ქართული პომიდორი სიტყვაზე, შეიძლება 5-დან 2 იყოს ისეთი, რომელიც არ არის ტოქსინებით გაჯერებული. წინა ცხოვრებაში იურისტი ვიყავიო, პარლამენტში მუშაობდა. მისი უნარები ზურაბ ჟვანიამ შეამჩნია და არარსებული ღონისძიებებისა და კვების სამსახური ჩააბარა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ააწყო. შემხვდა ზურაბ ჟვანია და ირაკლი როსტომაშვილი. რაღაცა მოვიკითხე და უცბად ზურაბ ჟვანიამ უთხრა ირაკლი როსტომაშვილს, რომ აიო წეგან რაზეც საუბრობდითო. ესეთი სამსახური არ არსებობდა, რო ყოფილიყო დაფუძნებული, ალბათ უფრო შემეშინდებოდასაც ვერ ვეტყვი. ალბათ ვარც ვიტყოდი, მაგრამ ეს სამსახური იქმნებოდა მაშინ, ეს იყო პრეზიდენტის კვებისა და ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახური. კანცელარიიდან სასახლეში გადასულები მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად უკვე მზად იყვნენ. ეს არის ნიუანსებისა და დეტალების მთელი კასკადი. დიდი სტუმრიანობა რესტორან კოპალას კედლებსაც ახსოვს. ამ ისტორიული კადრებიდან კი 20 წელი გავიდა. საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეწვია. ვიღაცეებისთვის ეს დღეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ დრო კი დაარქმევს თავის სახელს. ასეთ ვიზიტებში პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური ბევრ რამეში ერთვება. შეთანხმდნენ მენიუზე, სუფრა მთავარ ლოკაციასთან ახლოს უნდა ყოფილიყო. აბანა თუბანში კი მაშინ მხოლოდ ერთი რესტორანი ფუნქციონირებდა. ორ თვეში ყველაფერი სტანდარტებს მოარგებს. ბუშის შეფ-მზარეულმა ისიც კი უთხრა, რადგან მე არაფერი დამავალეს, ესე იგი ჩემი პრეზიდენტი არაფერ შეჭამსო. რას წარმოიდგენდა, რომ ბუშმა მენიუში არარსებული ხინკალიც კი მიირთვა და ისის ტრადიციის დაცვით ხელით. შემოვიდა მიმტანი, ალბათ 5-10 წუთი შემოსულები იყვნენ რა და მეუბნება, რომ ქალბატონო თამრიკო პრეზიდენტმა თქვაო, რომ ხინკალიო და ქაბაბიო. ეს ასეთი არისო ამერიკელების დამკაცებული მეუბნება. არა, ძალიან მოეწონა ხინკალი. ვისთან და როდის ისწავლე ამდენი მეთქი. სამი პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსი დაასახელა მასწავლებლად. ისე ყველაფერი გამოდიოდა გუნდის დამსახურება თვლის და ყველაზე მეტი კი მთავარმა მასპინძელმა მასწავლა. მიხეილ სააკაშვილს სულიყო ამ ოფიციალურ მიღებებზე აკვირდებოდა, როგორი დონე იყო, როგორი ჭურჭელი იყო, როგორი მომსახურეობა იყო. მას ძალიან უნდოდა, რომ მასთანაც ეს ყოფილიყო. ამისი რესურსი მაშინ ძალიან ცოტა იყო. თავიდან. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იმ წლებში და ეს არის მისი ძალიან დიდი დამსახურება. როცა დავიწყე მუშაობა, იყო პროტოკოლის უფროსი გოგა გორგილაძე, რომელიც არის ზე პროფესიონალი და პროფესიონალია ჩვენთვის. მე თუ რამე ვიცი, რამე გამიკეთებია ამ მიმართულებით არის გოგას დამსახურება. საბოლოოდ ორ განსხვავებულ პრეზიდენტთან იმუშავა, განსხვავებული რეჟიმი, ტემპი, მაგრამ პასუხისგებლობა არ შეცვლია და მაინც 12 წლის შემდეგ სამსახურიდან უცნაურად წამოვიდა. ორიგი ადმინისტრაციის უფროსის მაღალ სტანდარტებს ვერ უპასუხა. ბუშის, სარკოზის, კლინტონის, სტინგის, პლასიდო დომინგოს ღონისძიებების ორგანიზატორმა. ოფიციალურ წერილში იყო, რომ არაჯეროვნად ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას. ესე გადაწყვიტა ბატონმა გიორგი აბაშიშვილმა. ერთი კვირის მერე ახალი მიზეზი მოძებნეს, ოღონდ ის იმაზე უფრო აბსურდული იყო.
ეს თავიდან არ ჩანდა პერსპექტივა, თუმცა მალევე გაჩნდა ბორჯომის რიქსოსი და შემდეგ სასტუმროების მართვა თბილისში. და რაც ახლა მისთვის ყველაზე მთავარია, მართლა საინტერესო და მრავალფეროვანი დარგის განვითარება, როცა მასპინძელი ქვეყნის სახეა, მისი გამარჯვებით ღიმილით იწყება ყველაფერი, კერძები, ძველი გემოებით და ახალი ფუჟენით. სერვისი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია, გამართული ტრანსპორტით, ადამიანზე მორგებული სწრაფი გადაწყვეტილებებით, საინტერესო მთხრობელი, twins ისტორიას არ ამახინჯებს და დამშვიდობებით და საბოლოოდ ამ ყველაფერმა ერთხელ ჩამოსული სტუმარი აქ მეორედ უნდა დააბრუნოს.